Მშვიდობისა ყველას ჩემო გოგონებო, ჩემო ტკბილებო, ლამაზებო. მოვიდით თქვენთან ესეთი ტიპის საჯარო გაშლით, როგორც ქალს რა გაგაბედნიერებს სულ მალე. ფინჯანი ყავით, ესეთი ფუმფულა ორი ცალი კრუასანჩიკით, მინდა პატარა ესეთი ძვირფასი და ტკბილი საჯარო გაშლა შემოგთავაზოთ და ახლა ჩავიჯექით კოფე ჩაი. პირველი რასაც განვიხილავთ არის თქვენი ამჟამინდელი ენერგეტიკული ფონი, თქვენი ამჟამინდელი ენერგეტიკული მდგომარეობა, ის თუ რა ეტაპს და რა პერიოდს გადიხართ ცხოვრებისეულად ახლა და ეს იყოს თქვენი სიგნიფიკაცია, ნიშანი იმისა, რომ მიხვდეთ არის ეს საჯარო გაშლა თქვენთვის თუ არა. Всё, რა ენერგიებში ხარ ახლა ცხოვრებისეულად და რა პერიოდს გადიხარ ცხოვრებისეულად ახლა. Როგორი არის შენი ამჟამინდელი ენერგიები, ვნახოთ. ნახოთ. აქცია გაშლა არ დაგავიწყდეთ, 300 ლარიანი გაშლის ღირებულება არის 50 ლარი, ოღონდ ფორმატი იქნება ხმოვანი შეტყობინებებით და შეგეძლებათ, რომ აი ამ, ესე ვთქვათ, შემთხვევაში დასვათ 8 შეკითხვა სასურველ საკითხზე, თემაზე, გინდა, რა ვიცი, ფინანსებზე, გინდა პირადზე, გინდა არეულად სხვადასხვა საკითხებზე. ამიტომ წინასწარ იცოდეთ, ღირებულება არის 50 ლარი, შედის 8 შეკითხვა. და 300 ლარიანი გაშლის პატარა ისეთი ექსპრეს გაშლა გამოდის, ხო? ნახოთ ახლა შენი ამჟამინდელი ენერგიები როგორი არის, რა ენერგიებში ხარ ახლა? რა ენერგიებში ხარ ახლა ჩემო ძვირფასო? როგორია შენი მართველი ენერგიები? პირველი რასაც ვიტყვი, რაღაცის ენერგიას ძალიან გრძნობ. ერთი წუთით რა, ერთი წუთით. ეხლა აქ რა ხდება ჩემო ტკბილებო? შენს ცხოვრებაში მოკლედ და მარტივად გამოჩნდა კაცი, რომელმაც საგონებელში ჩაგაგდოთ. პირდაპირ მნიშვნელობით შენს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩვეულებრივი მურტალო, რომელმა მურტალომაც აი ესე თავისი რევოლვერით გულზე რამოდენიმე ტყვია დაგაჭედა, ოღონდ არა მტკივნეულად. მართველი ენერგიები ახლა როგორია? გგონია რომ შენი პირადი ცხოვრების რაღაცა, ესე ვთქვათ, ეტაპი დასრულდა მძიმედ, შენს ცხოვრებაში არის მამაკაცი, რომელმაც გაწყენინა, რომელთანაც გაქვს გაურკვევლობა, რომელთანაც ახლა პაუზაზე იმყოფები, რომელთანაც არ გაქვს ისეთი ხაზ-ხაზთა კომუნიკაცია, როგორც გქონდა, აქედან გამომდინარე გულნატკენი ხარ, რაღაცნაირად დაჩაგრულად გრძნობ თავს, რაღაცნაირად გულ დამძიმებულად გრძნობ თავს, რაღაცნაირად გგონია, რომ აი всё დასრულდა, რომ ის ჩემ გამო არაფერს აღარ გააკეთებს, რომ მე მან მომცელა თავის ცხოვრებიდან და მეც იძულებული ვარ იგივე გავაკეთო, ხო? აქ არის ქალი, რომელიც ძალიან ცდილობს, რომ თავისი, ესე ვთქვათ, ცხოვრებისეული პასუხისმგებლობები მაქსიმალურად და აი როგორ ვთქვათ, იდეალურად იტვირთოს და აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ პირად ცხოვრებაში გაქვთ ახლა პერიოდი, რომელიც საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანია, რომ ასე ხდებოდეს. აი ეს ასე უნდა მომხდარიყო და ეს ასეც ხდება. აი ამის თქმა შემიძლია თქვენთვის. მაქსიმალურად თოკავ თავს, მაქსიმალურად, იმიტომ რომ სადღაც გულის სიღრმეში საკუთარი გულის ხმა გეუბნება, რომ დამშვიდდი, იმიტომ რომ დაბრუნდება, დამშვიდდი, იმიტომ რომ გამოჩნდება. ანუ გაშლა რომ რა გაგახარებს და გაგაბედნიერებს როგორც ქალს, ძალიან მალე, ესე ვთქვათ, ფონსაც დავაკვირდეთ, მინდა რომ აი რაღაცნაირად შევხედოთ 4-იანი კვერთხების ენერგია, როგორ ყვირის, ასევე პლუს ამას გაშლას მიგვირგვინებს 6-იანი კვერთხები. ზოგადად ერთ ესეთ რაღაცას ვიტყვი, ათასების დედოფალი გვყავს აქ და 7-იანი ხმლები გვყავს ჩვენ აქ. ერთი წუთი. ხო, არა. აქ ძალიან დიდ გრძნობაზეა საუბარი, დიდ მიზიდულობაზეა საუბარი, დიდ მიჯაჭვულობაზეა საუბარი, აქ არის კარმულ ურთიერთობაზე, საბედისწერო ურთიერთობაზე საუბარი და ერთი რამე იცოდეთ, რომ ვისაც დაუშვათ ელოდებით, ძალიან მალე გამოჩნდება. ისეთი ნაბიჯებით, ოღონდ როგორი ნაბიჯებითაც აი თავიდან დაატრიალებს ყველაფერს თქვენ ორ შორის. რაღაც თავიდან უნდა აინთოს ცეცხლი, ხო და ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო ქვია ამ გაშლას. მანამ სანამ დავცხრილავთ და გავიგებთ ამ მამაკაცის ფიქრებს, გრძნობებს და საბოლოო მოქმედებას, მე როგორც შენ, აი ქალს, აი ესე მინდა გაგიშალო, რა გელოდება. მხოლოდ პირადი არ მაინტერესებს. ზოგადად ცხოვრებისეულად, როგორც ქალს ძალიან მალე რა გაგაბედნიერებს, რა გაგახარებს პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე, ასევე ენერგეტიკულ წმენდებზე, Instagram გვერდზე და Facebook გვერდზე შენი ხიოლი, ესე მომძებნით. ამიტომ გელოდებით ყველას წინასწარ
ჩასაწერად ბავშვებო, ნახოთ ახლა აქ ჩვენ, როგორც ქალს, რა მთავარი და რა ყველაზე მნიშვნელოვანი დამირეკეს გოგონებო, მომიწია შეწყვეტა. ხო და მთავარი კითხვა იყო ასეთი, როგორც ქალს. რა გაგაბედნიერებს სულ მალე, აი რა იქნება შენი სიხარული. იქნება ეს ფინანსური სიუხვე, იქნება ეს პირადში რაღაცა სიახლე, თუ ყველაფერი ერთად, თუ რაღაცა აი კარგი პასუხი რაც შენს რაღაც საკითხს გაამარტივებს, რა გაგაბედნიერებს როგორც ქალს. აბა ვნახოთ, ასების დედოფალი, ვაიმე. ძალიან კარგი. ძალიან კარგი, ძალიან ჭკვიანურად, ძალიან ეშმაკურად, ყოჩაღად, საკუთარი თავის ფსიქოლოგი და საკუთარი თავის ბატონ პატრონი და მშველელი ყოველთვის ხარ შენ თავად, ქალი ხარ თუ კაცი, მნიშვნელობა არ აქვს. რა გაგახარებს ძალიან მალე. ახლა რომ მოისხი შეყვარებული ქალის მანტია. ეს ორივე ხელზე რო შუათითზე მაქვს მოტეხილი ეს ფრჩხილი მაგაზე მეცინება. აი ახლა რომ რაღაცნაირად ისე დაძაბულ სიტუაციაში ხარ, რომ ამ შენმა აჩრიტინებამ, ამ შენმა ნაზმა ემოციურმა მანტიამ, შინაგანმა რაღაცა გულიშვილებმა რომ გადაგაქციეს სერიოზულ, ესე ვთქვათ, ემოციურ სტრესში რომ ჩაგაგდეს და არ იცი რა როგორ გადაჭრა და ამ სიტუაციიდან როგორ უნდა გამოხვიდე, რა გაგაბედნიერებს და გაგახარებს. ტარო ესეთ რაღაცას გეუბნება, ჩემი ტარო. ნუ გავიწყდება ვინ ხარ. ნუ გავიწყდება რა შეგიძლია. ნუ გავიწყდება ვისი შვილი ხარ, ან ვისი შვილიშვილი ხარ. აი ეს არის ესეთი უცნაური მესიჯი და შეტყობინება, რასაც შენ ტარო გიგზავნის დღეს. ოჯახში, სანათესაოში, არ ვიცი, დიდი ბებია, ზოგადად ბებია, არ ვიცი. ოჯახში ყავთ ქალბატონები, უფრო ზედა თაობა, ზემო თაობა, დედის, ბებიის, რომელი ქალებიც მე ვიტყვი რომ დაჯილდოებულები იყვნენ ძალიან ისეთი ძლიერი ინტუიციით. ან ქონდათ სიზმრები, ან ვიღაცები მკურნალები იყვნენ, ვიღაცებს ეხმარებოდნენ, ან დაუშვათ ისეთი იცოდნენ რა, ესეთი რაღაცები და ეზოთერიკულად მაშინ სად იყო ეს სიტყვა ტერმინი თვითონ ეზოთერიკა, მაგრამ ამ ხრივ ძალიან გასხივოსნებულები ხართ გენაცვალე ჯიში და გვარში თითქოს. ხო და აი შენი წინაპრების შეტყობინება არის პირდაპირ ასეთი, რომ შენი გვარის ქალები, აც უკვე გარდაცვლილი ქალბატონები, ისინი ვინ შენი წინაპრები არიან, ისინი ვინ შენ გეხმარებიან ცხოვრებაში მიაღწიო წარმატებას. ერთ ესეთ მესიჯს გიგზავნიან, რომ ნუ გავიწყდება ვინ ხარ, ნუ გავიწყდება რამდენი გიწვალია და გიშრომია, ნუ გავიწყდება რომ ყველაფერს აბსოლუტურად ესე ვთქვათ, აი რა ჟინითაც იყავი, რა მოტივაციითაც იყავი, რა დუხითაც იყავი, არ დააგდო ეს დუხი, იმიტომ რომ მე შენ გეხმარებ, იმიტომ რომ მე შენთან ვარ, იმიტომ რომ მე ყველაფერს ვხედავ. არ ვიცი ეს ვინ არის, ბებია არის, დიდი ბებია არის, ვიღაც ქალბატონი, რომელიც არის უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი, აი არ ვიცი, თითქოს ვიღაც ცდილობს, რომ შენამდე ამბავი მოიტანოს, მესიჯი შეტყობინება, რომ ნუ გეშინია, იმიტომ რომ შენ ხარ დაუცვილი. ნუ გეშინია, იმიტომ რომ სადღაც რაღაცა უკვე გადაწყვეტილია, რომ შენ იმ თავარ წარმატებას მიაღწიო, რა წარმატებასაც შენ ფიზიკურად ვერ მიაღწევ, შენი ინტუიციის გარეშე, შენი ეშმაკი ჭკუის გარეშე. ნახეთ როგორ რაღაცაა, მე მგონია რომ ეს ჯადოქრობა და ასე შემდეგ, ის შენი ინტუიცია, ის შენი სიძლიერე, ქალური გენის და ის შენი რაღაცა, როგორც ქალი რო ხარ ძლიერი, როგორც ჯადოქარი რო ხარ ძლიერი. ჯადოქრობა არ არის აუცილებლად ჯოხი ხელში გეჭიროს და აბრაკადაბრას იძახდე და ტაროშლი და არა. შეიძლება ტაროს გაშლა არ იცოდე, მაგრამ ისეთი საოცარი ინტუიცია გქონდეს, ტყვიას-ტყვიაში აჯენდე, ხო, გამოიყენე. ფულის კეთებას ეხება ეს, პირადს ეხება ეს, კაცის შებმას ეხება ეს, მიზნის მიღწევას ეხება, გამოიყენე. ინტუიცია, შენი მთავარი ხმა, შენი შინაგანი ხმა, გამოიყენე. რაღაცასთან დაკავშირებით შენ დიდ გამარჯვებას მიაღწევ. რაღაცასთან დაკავშირებით შენ ძალიან დიდ ფულს იშოვნი. რაღაცასთან დაკავშირებით შენ ძალიან ავტორიტეტული იქნები და გახდები. შეეხება ეს სამსახურს, მამაკაცის თვალში იქნები ავტორიტეტი თუ ზოგადად შენი თავის ავტორიტეტი, შენ გახდები შენი სიმყარით. შენს ცხოვრებაში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გამოიყენე ის, რაც შენმა გენმა მოგცა. აი ის რო შეგიძლია რაღაცების წინასწარ გრძნობა, დანახვა, გამოიყენე რა. თან ნახეთ როგორ რაღაცას გაფიქრებს, სავსე თასის გულით, ვისაც მიადექიო,
აი ამან ცოტა საგონებელში ჩაგაგდო და გადაგაგდო და ამიტომ რაშიც ძლიერი ხარო, რაშიც მაგარი ხარო, რაშიც არ ვიცი ჭკუა და გონება გიჭრისო, რაშიც შენი წინაპრები გვერდში გიდგანანო და რაშიც მართლა მხეცი და ძალიან მაგარი ხარო, აი ეს უნდა გამოიყენო ზუსტად. იმიტომ რომ თუ შენ ფოკუსირდები შენს ფინანსურ მხარეზე, შენს კარიერაზე, შენს ვიზუალურ, ესე ვთქვათ, დახვეწვაზე, არ ვიცი, მეტად უფრო დამშვენებაზე, ცვლილებებზე, აი ამ მდგომარეობიდან წამის მეასეთში გამოხვალ, ერთი დატკაცუნებით. დავიწყოთ ახლა, ვინ ხარ მისთვის? იფიქრე შენს, არ ვიცი, ბედუინზე, რომელიც ახლა გავარდნილია. ვინ ხარ ამ ადამიანისთვის? აი ვინ ხარ, როგორია ასოციაცია მის გულში, როგორცაც და რანაირსაც შენ მასში იწვე. ვინ ხარ ამ ადამიანისათვის შენ? როგორი ქალი ხარ შენ? ვინ ხარ, როგორი ხარ, რანაირი ხარ? კვერთხების მეფე ამობიბინდა, კვერთხების დედოფალი, ვაიმე. და თამპონი მაქვს 10-იანი პენტაკლები, ვაიმე. არ ვიცი, აი თქვენს თვალწინ დავჩეხი, თქვენს თვალწინ აბოვალაგი არკანები პლუს ამას არ ვიცი წეგან რატო არ ჩაიწერა ხმა, ფონად გვაქვს 10-იანი პენტაკლი, რაც არ ვიცი ხალხო, ნუ სარკე არ გჭირდება, თუ გინდათ გაიგოთ როგორი ხართ თავად თქვენ, მიდით და დააკვირდით ამ ადამიანს, ესაუბრეთ ამ ადამიანს. ორი ერთმანეთის მსგავსი მეობის, ზნეობის, იდენტური არის თქვენი მსგავსება ერთმანეთთან დაკავშირებით, ორი ცოცხალი ენერგია, ორი დრამა კვინი, ორი ისტორიჩკა, ორი ერთმანეთის პირისპირ ამხედრებული და ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებული ქალვაჟი, პლუს აქ მაქვს მე ქურუმი ქალი, რაც მე მეუბნება იმას, რომ ყველაფერი არ იცი ჯერ შენ რაც ამ ადამიანთან გელოდება. მოიცა? ხო არა, უნდა ამოხეთქოს აქ ვნებებმა, ნელი ტემპით განვითარება. კი ბატონო, ხა, გავაგრძელებ. გავაგრძელოთ ახლა, ვინ ხარ შენს მიერ ჩაფიქრებული მამაკაცისთვის? შენ ვინ ხარ? როგორც ქალი, როგორც ადამიანი, როგორც ამ კაცისთვის ვინ ხარ? რა ასოციაციას იწვევ მასში პენტაკლების ტუზი მაქვს, პლუს ამას ფონი მაქვს იმის კვერთხები, 7-იანი ხმლები, 5-იანი პენტაკლები. ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ორივემ ძალიან კარგად იცით, რომ ორივე რუჭკვიანად მოქცეულიყავით და იქცეოდეთ. იმ სიუხვეს მისცემთ ერთმანეთს, რაც არასდროს არავისთვის არ მიგიციათ, თუმცა ერთმანეთს აშიმშილებთ, ერთმანეთს ეჯიბრებით. აბა ვინ უფრო რაღაც დიციეშმაკეს მოიფიქრებს, რომ ერთიდან, არ ვიცი, უბრალოდ ორიდან მარტო ერთი იყოს გამარჯვებული, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან დიდი სურვილი ვნება იმისა, რომ აქ იყოს გადაკვეთა ერთმანეთთან, იყოს სისავსე ერთმანეთის გრძნობებით. პენტაკლების ტუზი, ვინ ხარ შენ მისთვის? შენ მისთვის ხარ ადამიანი, რომელსაც ხდება, რომ მცირედი ყურადღება, მცირედი მოქმედება არ ყოფნის და არც არასდროს არ ეყოფა. შენ ხარ მისთვის ქალი, რომელმაც იცის ზუსტად რა უნდა, რა არის მისი ფასი, რა არის მისი წონა, როგორ ქმედებასაც იმსახურებს, ხარ ქალი, რომელიც აბნევს, ხარ ქალი, რომელიც აიძულებს, რომ აი რაღაცნაირად მაშინ, როდესაც უკვე ძალიან გვიანია, მაშინ, როდესაც უნდა გეიძინოს წესით და რიგით, აიღოს ტელეფონი, შემოვიდეს, ეცადოს რაღაც მესიჯი დაწეროს და წაშალოს მერე ისევ უკან, იმიტომ რომ შენი აბზეკილი აშვერილი ცხვირის აბზუების ეშინია. იმიტომ რომ თვითონაც აბზუებული ცხვირით გიყურებს. ვინ ხარ მისთვის? შენ ხარ ადამიანი, რომელიც არის ცოცხალი დღესასწაული. ყველაფერია შენში თავმოყრილი, ყველაფრის აი საბადო ხარ. შენში არის ის ქალურობა, შენში არის ის ბავშვურობა, შენში არის ის თინეიჯერულობა, ის სიველური, ის სექსუალობა, ის ფემინურობა, მასკულინობაც კი, რაც ამ ადამიანს საერთოდ უკარგავს, როგორ გითხრათ, აი ფოკუს უკარგავს რაღაცნაირად, იმიტომ რომ არ იცის რა კუთხიდან უნდა მოგიდგეს. პლუს ამას წყენა არის ორივეს შორის, იმან შენ გაწყენინე, შენ მას აწყენინე და აი ამ გაურკვევლობაზე ფიქრობს აქ ეს პიროვნება, რომ დიდი ხანი გავიდა უკვე რაღაცა პაუზა რაც გაქვთ, დიდი ხანია რაც არ არის ისეთი კომუნიკაცია თქვენ შორის როგორც იყო და აი რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, არადო ვიცი რომ ეს გოგო თბილია, არადო ვიცი რომ კაცო ეს გოგო სხვასთან თბილად იქცევა, აი კაი კომენტარებს უწერს ვიღაცებს, იქ თბილად პასუხობს, ბაბა მე რა ჩემთან რა სჭირს, მე რა გავუკეთო ისეთი რომ ცოტა სითბო დამანა
ნახოსო, თან ჩასაფრებული არის, მუდმივად გათვალიერებს, მუდმივად ეძებს რას დადებ, როგორ დადებ, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე შენ ხარ მის ცხოვრებაში მისთვის მთავარი ქალი, იმპერატრიცა ხარ, რომელსაც ვერც თავი გაუგო, ვერც ბოლო გაუგო, მაგრამ გრძნობს, რომ როგორც გექცევა თვითონ შენ ზუსტად ისე ექცევი და შესაბამისად არ იცის როგორ და რაგვარად რა ნაბიჯი გადმოდგას ისეთი, რომ დაალაგოს თქვენ ორ შორის არსებული ეს რაღაცა გაუგებარი სიტუაცია, საიდანაც ერთი სული აქვს, როდის გამოხვალთ. ნახოთ ახლა რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი შენთან დაკავშირებით უახლოეს ვადაზე, გამოვა თუ არა კონტაქტზე გამოსვლაზე მეც თუ იზამს რაიმეს, რას უნდა ელოდო შენ ამ ადამიანისაგან, რას შემოგთავაზებს ეს ადამიანი, ცხრენი პენტაკლი. Очень интересно, давай ვნახოთ. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ჩვენი მურტალო, ჩვენი ბედუინი მურტალო, აბა ვნახოთ. რა ნაბიჯებს გადმოდგამს სამიანი პენტაკლები, როგორც ჩანს დაკავებულია ძალიან, ბევრს მუშაობს, რაღაც საკითხებს ალაგებს, ფიქრობს რომ მოწერა უნდა და იმას ალაგებს ახლა თავის თავში, რა მოგწეროს ისე რომ არც თვითონ შერცხვეს, არც თავის ნათქვამ სიტყვას არ გადააბიჯოს, არც ისე გამოჩნდეს რომ ვერძლებს უშენოთ და თან შენგანაც ისეთი პასუხი მიიღოს რომ არ ინანოს საერთოდ ამას რატომ მივწერა. რას მოიმოქმედებს? ჯერ რაღაცა საკითხების დალაგებით არის დაკავებული, გული აქვს ძალიან კენი შენგან გაკვირდება კარგი შემდგომ, მაგრამ აბა ვნახოთ. აი იგივე არკანები რომ ამოდის თუ ხვდებით. ხალხო, საბედოა თქვენი და გინდა ხა ისე ელაპარაკეთ, გინდა ასე ელაპარაკეთ. ბედის ბორბალი, ათიანი ხმლები, სიკვდილი, შენით და მისით რომ გაჭიანურდა ეს თქვენი შერიგების ამბავი. ცხოვრება ისე დაჰკარ დაატრიალებს ყველაფერს, რომ გინდა არ გინდა გადაგკვეთავთ ერთმანეთთან, ანუ იძულებული გახდება, რომ რაღაც საქმეს, იმიტომ რომ ვერ გააძლებს, ვერ მოითმენს ეს უშენოდ. აქ არის კომუნიკაციაზე გამოსვლა თუ კონკრეტულად რა, აბა მანახე, რა სიზავ, სადღაცას უნდა დაგპატიჟოს ამან, კარგი, მერე, ძალიან გაუჭირდება ამას ნაბიჯების გადმოდგმა, მაგრამ შენგან ოდნავი სითბო თუ იგრძნო, იცოდე რომ შენ ხელშია. ცოტა იაფერისტე. გონია რომ შენთვის არ წარმოადგენს ის არაფერს. არ ვიცი, შეხვედრა უფრო ჩანს აქ კონტაქტი იმის თაობაზე რომ შეხვდეთ და ისაუბროთ. აი სადმე გავიდეთ მაგალითად. ეს არის საბუდისწერო ურთიერთობა, არაფერი არ დასრულებულა, აქ ახლა იწყება ურთიერთობა. მე ისევ იგივე. გაიხსენე ვინ ხარ და რა შეგიძლია. მიმართე შენი აზრები, ფიქრები იქითკენ და ისე, რომ ზუსტად ის შედეგი მიიღო, რაც შენ ძალიან გინდა. არანაირი ჩარევები, მხოლოდ შენი შინაგანი ფიქრები. წულში ამომდიხართ, ეს არის ურთიერთობა, რომელიც თითქოს დალოცული ურთიერთობა, თითქოს წინაპრებისაგან შემოყვანილი კაცია. აი, ჩათვალეს, რომ ეს არის ის იმპერატორი, აგერ აქ რო ამომივიდა რევოლვერიანი მამაკაცი, რომელიც მოსწონთ იმ შენს წინაპრებს და თვლიან, რომ შენ მას იმსახურებ. ელოდე მასთან ერთად რაღაცა გზაზე წასვლას, ელოდე კონტაქტზე გამოსვლას, ელოდე რომ ამ შემთხვევაში შემოგთავაზებს შეხვედრას და აქვე გაგახსენებთ იმასაც, რომ სააქციო გაშლა არ დაგავიწყდეთ. 300 ლარიანი გაშლის ღირებულება იქნება 50 ლარი, ფორმატი იქნება ხმოვანი შეტყობინებებით, ამიტომ შედის 8 შეკითხვა, რადგანაც ექსპრეს გაშლა არის, პატარა გაშლა არის და ეს არ არის 1 საათიანი 300 ლარიანი სრულყოფილი გაშლის ტოლფასი. არც ზარით არ ხდება, ამიტომ გავითვალისწინოთ, ხო, ფასიც შესაფერისი აქვს. ამიტომ გელოდებით ჩასაწერეთ შენი ხიოლი ინსტაგრამი და Facebook გვერდები, ასე მიპოვეთ. გვერდები არის ახალ გაკეთებული, ახალ შექმნილი. საბოლოო ჯამში ტარო რას გაფრთხილებს ამ მამაკაცთან დაკავშირებით? რა უნდა იცოდეს კაცი შენს ცხოვრებაში, რას შემოიტანს? სამენ თასები, პლუს ფონი მაქვს თასების ტუზის, აბა ვნახოთ, რა შემოიტანს და ესე გეტყვით. თუ კი ვინმე მის ცხოვრებაში იყო, ვინც დაუშვათ მასთან ფლირტაობდა, ერთი ღამის ურთიერთობა ყველას მოაშთობდა, მოაშორებს, სურვილს გაუჩენ იმისას, რომ შენ გარდა არ ყავდეს არავინ. პლუს ამას, რა შემოიტანს, იმხელა მიჯაჭულობა იქნება აქ, იმხელა სიყვარულის თასი იქნება აქ, იმ დონეზე შეუყვარდები, ყმუილს დაიწყებს, ამ თავის ეგოსაც გადააგდებს და მისი, ესე ვთქვათ, სიხარულის და ბედნიერების მთავარი მიზეზი გახდები შენ. ვინც დამიწერს ზღაპრებს ლაპარაკობო,
აიბარგეთ და გაბრძანდით ამ ვიდეოდან. არ არსებობს უბრალოდ არსებობს ისეთი ურთიერთობებიც, სადაც რაღაცები გულწრფელია და არ არის ხუთკუნჭულას ამბები და ნაცარქექია კაცები. ამიტომ უბრალოდ გავითვალისწინოთ, ხო, ვიღაცას რაღაცები გულწრფელად და წმინდადად შეუძლია რაღაც საშინელებების გარეშე. ამიტომ აცადეთ იმ ხალხს, ვინც ბედნიერია, ასე. შეარგეთ. ეს კაცი შენს ცხოვრებაში ხანგრძლივი ვადით შემოდის, ოფიციალური, ესე ვთქვათ, სტატუსით. ოღონდ ეს მომდევნო რაღაც პერიოდში უნდა შემოვიდეს. მოგათვინიერებს, მოგარჯულებს შენ მას, ის შენ. მაგრამ გაიმარჯვებს რა? სტაბილურობა, სიმშვიდე და სიყვარული. რასაც ელოდები, რომ დასრულდეს შენს ცხოვრებაში, აი სიმარტოვე, სიცა, ძალიან კაი ფეხზე შემოვა, სხვა შორს ფინანსებსაც დაგირეგულირებს, დაგიბალანსებს. ამ შენი ხანჯალა, ესე ვთქვათ, ქარქაშიანი პერიოდიდან და ეტაპიდან გამოგიყვანს. ეს კაცი ბედის მოყვანილი, აქ სიყვარული, ურთიერთობა და ოფიციალური ურთიერთობა უნდა განმტკიცდეს. დროებით